მაგდა პაპიძის საქმის ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ იმყოფებიან 3 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ კი ისინი უკვე ვერდიქტს გამოაცხადებენ. სათათბიროდ გასვლამდე მსაჯულებს განმარტებები მოსამართლე მისცა. მთელი დღის განმავლობაში მხარეების დასკვნითი სიტყვები და ბრალდებული საბოლოო სიტყვა გრძელდებოდა, რომელიც მაგდა პაპიძის მოთხოვნით დახურული იყო. ბელა ზაქაიძე ჩაგორთვება დეტალებით საქალაქო სასამართლოდან. ბელა, გისმენთ. ნაფიც მსაჯულებს 3 საათიანი ვადა დაახლოებით 40 წუთში ეწურებათ. სწორედ 40 წუთში ისინი უნდა გამოვიდნენ და უნდა გამოაცხადონ ვერდიქტი. პირველ 3 საათში მათ უმეტესობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება 12 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ. თუკი 12-ვე მსაჯული არ იქნება თანახმა კონკრეტულ ვერდიქტს მისცეს ხმა, ამ შემთხვევაში ვერდიქტი მიღებულად არ ჩაითვლება. სანამ ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ გავიდოდნენ, მანამდე მათ მოსამართლემ განმარტება მისცა, როგორც ეკატერინე გაბრიჩიძემ განაცხადა, მათ უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ სასამართლოზე წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე და პირადი სიმპათიებით ან ანტიპათიით გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ. მოსამართლემ მიუთითა მათ კანონზე, რის მიხედვითაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და მას შემდეგ ისინი გავიდნენ სათათბირო დარბაზში და ამ წუთებშიც, როგორც უკვე აღნიშნე, ისინი სათათბიროში იმყოფებიან. თქვენ საქმეზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. გახსოვდეთ, რომ საქმის საწყის ეტაპზე თქვენ დადეთ ფიცი, რომლის მიხედვითაც პირობა დადეთ, რომ სწორედ ასე მოიქცეოდით. შეგახსენებთ, რომ მტკიცებულება უნდა შეაფასოთ იმ კუთხით, თუ რამდენად შემხებლობაშია იგი განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რამდენად სანდოა მისი შინაარსი და რამდენად კანონიერად არის იგი მოპოვებული. ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ გავიდოდნენ, მანამდე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დაცვის და ბრალდების მხარეთა დასკვნითი სიტყვები, ასევე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და მთელი დღის განმავლობაში ეს პროცესი განსასჯელის მოთხოვნით იყო დახურული. როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, მათი საბოლოო სიტყვა ეფუძნებოდა იმ მტკიცებულებებს, რომელსაც ეყრდნობოდა მთლიანად ბრალი და როგორც პროკურორმა განაცხადა, გამამტყუნებელი განაჩენისთვის, გამამტყუნებელი ვერდიქტისთვის საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები. ადვოკატების განცხადებით კი პროკურატურას არ გამოუკვლევია რიგი მტკიცებულებების, მათ შორის შემთხვევის ადგილზე არის აღმოჩენილი გაურკვეველი შერეული დნმ, რომლის გამოკვლევა და იდენტიფიცირებაც არ მომხდარა. პროკურორებს იმედი აქვთ, რომ ნაფიცი მსაჯულები მათ მოთხოვნას გაითვალისწინებენ და მიიღებენ გამამტყუნებელ ვერდიქტს. ადვოკატები კი ფიქრობენ, რომ მაგდა პაპიძის მიმართ გამამართლებელი ვერდიქტი დადგება. ვიცი რომ გლელი არ არის და მაგის ჩადენილი არ არის. არის ისეთი მტკიცებულებები, რაც ამას მართლა ამყარებს ამაზის. ნახავთ, აუცილებლად გამოჩნდება გლელი, აუცილებლად ეს არ იქნება ეს 1 და 2 დღის ამბავი არ არის, მაგრამ გაირკვევა ყველაფერი. მე მჯერავს ნამდვილად რომ არ დაეხტება ამ გლელობას. ზუსტად მათივე მიერ წარმოდგენილი, ოღონდ ხაზი მინდა გავუსვათ. თვენახევრის მერე შპალერის ნაჭრებიდან, რომელზეც თითქოს იმღამინდელი სისხლის კვლები აქვთ ნაპოვნი, დგინდება, რომ ომარ ქაფიაშვილის გარდა აღნიშნულ შპალერზე არის ხლა პირის სისხლის კვალი, ანუ შერეული სისხლის კვალია. ექსპერტმა ეს ძალიან ნათლად განმარტა პროცესზე და თუ პროკურორს რაღაცეები სრული მნიშვნელობით არ ესმის, ეს მისი პრობლემა, იმიტომ რომ მართლა ამის უარყოფა არ შეიძლება. ბრალდების მხარემ წარუდგინდა ნაფიც საჯულთა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც კონკრეტულად შემდგმა სტანდარტით ნამდვილად დადასტურებულა, რომ დანაშაული სწორედაც რომ მაგდა პაპიძის მიერ არის ჩადენილი და აღნიშნულ დანაშაულში არ თუ სხვა პირის მიერ ჩადენა, არამედ სხვა პირის მონაწილეობაც კი გამორიცხულია. ამ მტკიცებულების საფუძველზე ბრალდების მხარეს აქვს ხმარწმენა და მოლოდინი, რომ ნაფიც საჯულები შეძლებენ ღირსეული პასუხი გასცენ ბრალდებულს იმ სასტიკი დანაშაულისთვის, რაც მან ჩაიდინა, როდესაც საკუთარი ქმარი და საკუთარი 5 წლის შვილი ხელის აუკანკალებლად გამოასალმა სიცოცხლეს. როგორც უკვე გითხარით, დახურული სხდომა მაგდა პაპიძის მოთხოვნით წარიმართა, როგორც მან განაცხადა, ჟურნალისტები არასწორად აშუქებენ პროცესზე გაჟღერებულ ინფორმაციებს, რაც გავლენას ახდენს ნაფიც მსაჯულებზე. მედიის კრიტიკის შემდეგ მან პირადი ცხოვრების დეტალების გახმაურების საფუძვლით მოითხოვა პროცესის დახურვა, განაცხადა, რომ მისი პროცესის, მისი საქმის დიდი ნაწილი პირად ცხოვრებას ეხება და პერსონალურ მონაცემებს, რისი დაცვის უფლება მას კანონით აქვს და სწორედ ამ საფუძვლით ადვოკატებმა მოითხოვეს სხდომის დახურვა. საჯულთა ინსტიტუტი იმიტომ ავირჩიე, რომ საპირისპირო სვლა განმეხორციელებინა საზოგადოებაში
მსაჯულები დამისვეს ძალიან სააზროვნო კითხვები, ხვდები მათ განწყობას და ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ გადიან პროცესებიდან და ხვდებათ სხვა ინფორმაცია. იღებენ ინტერნეტის საშუალებით თუ ჟურნალისტების მედიას საშუალებით. ჩემი კატეგორიული მოთხოვნა და თხოვნა, როგორც ბრალდებულის და მიმაჩნია, რომ ამის უფლება გამაჩნია, იმიტომ რომ საქმე ეხება ინტიმურ საკითხებს, სხვა ინტერპრეტაცია ეძლევა ამ ყველაფერს და ამიტომ ვითხოვ დასკვნითი პროცესიც იყოს დახურული, იმიტომ რომ შევძლო ადამიანური კონტაქტი ისევ ჩემს მსაჯულებთან. თუ მიცემულ 3 საათიან ვადაში ნაფიცი მსაჯულები ვერ შეთანხმდებიან კონკრეტულ ვერდიქტზე, ანუ 12-ვე მსაჯული არ იქნება თანახმა ერთ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულა და არ ჩაითვლება და მოსამართლე მათ 6 საათიან ვადას მისცემს. 6 საათიან დროში მინიმუმ 8 მსაჯული მაინც უნდა იყოს თანახმა, რომ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება იყოს მიღებული. თუ კი 6 საათიან ვადაშიც 8 ნაფიცი მსაჯული მინიმუმ ვერ შეჯერდება ერთ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში მოსამართლე კვლავ 3 საათიან ვადას დაუმატებს, სადაც კვლავ 8 მსაჯულის ხმა საჭირო. თუ კი ამ შემთხვევაშიც ვერ მოხდება მსაჯულების შეჯერება, მოსამართლე გონივრულ ვადას მისცემს, რომელიც პრაქტიკის მიხედვით დაახლოებით 1 საათიანია და თუ კი ამ შემთხვევაშიც კვლავ ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოსამართლე მათ დაითხოვს და ახალი ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის შერჩევა მოხდება. რაც შეეხება სასჯელის ნაწილს, თუ კი ვერდიქტს გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანენ ნაფიცი მსაჯულები, სასჯელს მოსამართლე დაუნიშნავს და ეს არ იქნება დღეს, სავარაუდოდ ხვალ მოსამართლე დანიშნავს სასჯელს გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში. მუხლი, რომელიც მაგდა პაპიძეს ბრალად აქვს წარდგენილი 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობა. ბელა ზაქაიძე საქალაქო სასამართლოდან გვერდებოდა, სადაც მაგდა პაპიძის საქმის განხილვა მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში.